ამოცანა 1.34. პირველი. ერთი რიცხვი შეადგენს მეორის 30%-ს. მეორე რიცხვის რა ნაწილს შეადგენს პირველი რიცხვი? ანუ პირველი რიცხვი შეადგენს მეორის 30%-ს. მეორე თუ 100%-ია, პირველი გამოდის 30%. მეორე რიცხვის რა ნაწილს შეადგენს პირველი რიცხვი? ანუ რომელ რიცხვსაც რა რიცხვსაც გვეკითხებიან, ის იწერება მრიცხველში, რის რიცხვსაც გვეკითხებიან, ანუ მეორის იწერება მნიშვნელში. ანუ ჩვენ შემთხვევაში 30 უნდა შევაფარდოთ 100-თან, შევკვეცოთ და პასუხი არის 3/10. ამოცანა 1.34-ის მეორე. ერთი რიცხვი შეადგენს მეორე რიცხვის 85%-ს. მეორე რიცხვის რა ნაწილს შეადგენს პირველი რიცხვი? ანუ პირველი რიცხვი აღვნიშნოთ 85%-ით, რადგან მეორე რიცხვის 85% შეადგენს და მეორე რიცხვი თვითონ 100%-ით. მეორე რიცხვის რა ნაწილს შეადგენს, ანუ რის ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება ნიშნელში, რა ნაწილსაც გვეკითხებიან, იწერება მრიცხველში. 85 უნდა შევაფარდოთ 100-თან, შევკვეცოთ 5-ზე და მივიღებთ 17/20-ს. 1.34-ის მესამე. ერთი რიცხვი შეადგენს მეორე რიცხვის 80%-ს. პირველი რიცხვის რამდენ პროცენტს შეადგენს მეორე რიცხვი? მეორე რიცხვი 100%-ით აღვნიშნოთ, პირველი რიცხვი იქნება ამის 80%, ანუ 80%. პირველი რიცხვის რამდენ პროცენტს შეადგენს მეორე რიცხვი? რისი რიცხვისაც გვეკითხებიან, რომელი რიცხვისაც გვეკითხებიან, ეგ იწერება ნიშნელში, ანუ 80 უნდა დავწეროთ ნიშნელში, რა რიცხვსაც გვეკითხებიან, ეგ უნდა იყოს მრიცხველში. 100 უნდა შევაფარდოთ 80-თან და გავამრავლოთ 100%-ზე. შევკვეცოთ 100 და 80 შევკვეცოთ 20-ზე შეიკვეცება. აქ დაგვჭირდება 5, აქ დაგვჭირდება 4, 4 და 100 რო შევკვეცოთ, აქ დაგვჭირდება 25, 25 ჯერ 5 არის 125%. 1.34-ის მეოთხე. ერთი რიცხვი შეადგენს მეორის 2/7 ნაწილს. პირველი რიცხვის რამდენ პროცენტს შეადგენს მეორე რიცხვი? პირველი რიცხვი შეგვიძლია აღვნიშნოთ 2x-ით, მეორე რიცხვი შეგვიძლია აღვნიშნოთ 7x-ით. პირველი რიცხვის რამდენ პროცენტს შეადგენს მეორე რიცხვი? რომლის პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ ნიშნელში, ანუ პირველის რახან გვეკითხებიან, იწერება 2x ნიშნელში. რა პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა იყოს მრიცხველში, ანუ 7x იწერება მრიცხველში. 7x უნდა შევაფარდოთ 2x-თან და გავამრავლოთ 100%-ზე. x-ები შეიკვეცება, 100 და 2 შეიკვეცება და დარჩება 50, 7 ჯერ 50 არის 350. ანუ 350%-ია პასუხი.